ბიძინა ივანიშვილის და ეს სასამართლოს კრედიტ სუისის ბანკის кейსთან დაკავშირებით. ეს ჩვეულებრივი დავა და кейსი ნამდვილად არ არის რა. ეს რაღაცას გიჟები რო გაიძახიან ომი რო დავიწყეთო 2008 წელს რუსეთს ნიღაბი ჩამოვხადეთო 20% ტერიტორიების დაკარგეს და რამდენი ხალხი გაჟუჟეს და მოკლედ ქვეყანა დააქციეს იმის გამო რომ ნიღაბი ჩამოვხადეთო და აგერ ერთმა კაცმა თავისი სასამართლო დავებით თავისი სიმართლით ზუსტად ნიღაბი ჩამოხადა და გააშიშლა ჩვენ მოგვცა საშუალება მოდი გავაკეთოთ ფაქტებიდან გამომდინარე ანალიზი მარტივი ძალიან მარტივი ანალიზი ანუ ჩვენ მოდი იქიდან დავიწყოთ რუსეთს რომ ერჩიან რა თქმა უნდა მეც მაგის ილუზია არ მაქვს მაგრამ მოდი ფაქტებით ვილაპარაკოთ რა თითქმის ყოველ თვე რუსეთი ხოშტარიების დეიდაშვილის გარდაცვლილი დეიდაშვილის საავტორო უფლებების გამო ფულს უგზავნის ხოშტარიას დედას ხო და ასე შემდეგ ოჯახს მე რაღაცა ეჭვმეპარება რომ ეგ მართლა განზრახით იყოს და როგორც აგენტებს ისე უგზავნიან მაგრამ ორი ვარიანტია მათ ხო მეტი არ არის ანუ ვინც ხარდამჭერები ხართ ორი ვარიანტია ერთი დემოკრატიული ქვეყანაა რუსეთი ძალიან დემოკრატიული რომელიც საავტორო უფლებებსაც კი იცავს და ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია არ გამოუგზავნოს $50,000 და ასე შემდეგ იცავს მეორე ვარიანტია რომ აგენტია პირწავარდნილი ორი აზრი მან ხო არ არის მაგრამ ყველა შემთხვევაში ევროკავშირის დონისა მაინც არის იმიტომ რომ ეხლა ევროკავშირი რას გვეუბნება ანუ სად არის ჩვენ ხო ევროკავშირისაკენ თავის დროზე ეგრე გქონდა ტვინი გამოლაყებული მაგრამ დღესაც არის ნიშანწყალი დარჩენილი მაგალითად სასამართლოსთან დაკავშირებით და არის სხვადასხვა ისეთი ორგანოები რომლებიც იმას აკეთებენ რა ქვია ორგანიზაციები რომელიც ობიექტურ დასკვნებს აკეთებენ ხოლმე როგორც აი მაგალითად სასამართლო მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკას და ამ ევრობიუროკრატიას ეს არის მთლად გახრწნილი უკვე პირდაპირ გვეუბნებიან ანუ ამ ერთ კაცს ეუბნებიან ეს ხო ჩვენ გვეუბნებიან ქართველებს გვეუბნებიან რასაც გვინდა ჩვენ თუ იმას გააკეთებთ მაშინ შენი კუთვნილი ფული შენ კუთვნილ ფულს ხო ანუ ჩვენსაც კი არაფერს არ მოგცემთ არა შენ კუთვნილი ჩვენსაც მოგცემთო ახლა რა არის ის რასაც ჩვენ გვინდა რომ გააკეთებთო მოდი კაი აღარ გადავტვირთოთ და ვიღაცამ რა თქოს რას გადაიკიდეთ ამომს და მაგალითად ხო ნუ ეს არის პირველი ამოცანა რა თუნდა ამას ლაპარაკი და წეღან უკვე ვისაუბრეთ მაგაზე ამიტომ ამას დრო აღარ დავკარგოთ ეხა უყურე რას გვეუბნებიან ხო ანუ გუშინ მაგალითად პარლამენტმა ევროპარლამენტმა მიიღო კანონი რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ყველა ქვეყანას დაავალა რომ თქვენ უნდა გაამკაცროთო ზედამხედველობაო თუ თქვა თქვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნიდან ვინმე ორგანიზაცია დაფინანსდა რომელსაც შეიძლება გავლენა ქონდეს იმაზე რაც ჩვენ ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონში გვეწერა ანუ თავებს იკლავენ ეს გაამკაცრეთ სასწრაფო წესით და ასე ჩვენ რატომღაც ხო და ჩვენ გერმანიის ელჩი პირდაპირ გვეუბნება ისიც მე ერთი კვირის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებს და იქ ჩორს აღარ მივდივარ ხოლმე კი ბატონო რახან ვერაფერ შედეგს ვერ მივახცეთ გქონდეთო ეგ გამჭირვალობის კანონი მაგრამ თქვენო მაგით ევროკავშირში ვერ შეხვალთო ამას გვეუბნებიან თვითონ იქ იღებენ კანონებს რაც შეიძლება მაქსიმალურად გაამკაცრეთო ხო გვეუბნებიან ანუ ეხა უყურე რას ეუბნებიან ქართულ ხალხსაც და ივანიშვილსაც ჩვენ რო გეუგებით ჩვენ ქვეყანაში კი მოდის საფრთხეები მაგრამ თქვენ ქვეყანაში რო საფრთხეება თვლით ეს თავი საფრთხეები გასულ ჩვენა ვარ და ამიტომ თქვენი კანონი არ უნდა გქონდეთ სხვა რანაირად შეიძლება აღიქვა ისო მე ვაფინანსებ მარტა კოსი უმაღლესი წარმომადგენლები კომისარი რომ გამოვა და იტყვის რომ ჩვენო გზებს ვეძებთო იმისთვის ამ ყველაფრის ფონზე თავის ქვეყანაში ამკაცრებენ კანონებს რომ ვინმე არ შემოეპაროს რომ სხვა ქვეყანამ დააფინანსოს და თვითონ ანუ უტიფრობაშიც გარდიან რა არის შეურაცხყოფასაც გვაყენებენ უკვე რა ზევს ვეძებთ რომ ფული მოგცეთო ხო მაგას რომ ამბობს იმის ნიშანია რომ ამ კანონებმა იმუშაო რომ უწესო აღიაროს და თან ნახე როგორ ხა იქო სახელმწიფო ხელისუფლება რაღაც კონტროლს ახორციელებსო და ჩვენო გზებს ვეძებ კი გავაორმაგებთ ახები მაგრამ გზებსო ვეძებთ როგორ მივაწოდოთ დავაფინანსოთ ახლა დალოცვილო აქამდე ხო იმას გვეუბნებოდნენ რომ კეთილი მიზნებისთვის გვაფინანსებდნენ თურმე და ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ რა თუნდა ამას გზები ძებნათ დააფინანსე
და მოახმარონ იმას, რასაც უნდა მოახმარონ, ხო? სინამდვილეში გვეუბნება, რომ იქო ჩვენ სხვა მიზნებისთვის გვჭირდებაო რა, ანუ აი ამას ხო დიდი ფილოსოფია არ უნდა.